მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ ჩემი სესიის ჩანაწერის გარჩევას და კომენტარებას და ზოგადად კარგია როცა სხვა აკომენტარებს შენ სესიას და სხვა არჩევს და ან განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა გეძლევა და განსაკუთრებით თუ ტრენერი აკეთებს ამას ან კომპეტენტური და სპეციალისტი კონკრეტულად იმ დისციპლინის რა დისციპლინაშიც თამაშობ მაგრამ ესეც არ არის ცუდი, რომ საკუთარი სესიები გავარჩიოთ. ეს სესია არის ჩაწერილი ცოტა ხნის წინ. კაი ხნის წინ უბრალოდ ახლა შევხედე თარიღს და 1-2 კვირის წინ და თან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხმას გაუთიშა ხო გათიშული ხმა. იმიტომ რომ ახლა რო ჩავრთე ეს სესია. კი მახსოვდა ისე, მაგრამ რო ჩავრთე კიდე გამახსენდა, რომ ანუ ჩაწერილი აქვს კომპიუტერში მიმდინარე ხმები და ფილმებს უყურებ და ანუ ეგ ფაქტორი, ну ზოგადად ძალიან ცუდია. არ შეიძლება პოკერის თამაშის დროს ფილმების ყურება და რაღაც ეგეთი, მაგრამ მე მახასიათებს ეგეთი ცოდვა და სავარაუდოდ ბევრი შესაძლებელი მექნება და საკუთარი თამაშის ყურებას, ანუ მოკლედ ეგ ის აქვს რა. პლუსი რომ ეხა ჩავუჯდები აი ფილმების ყურების დროს, რა შესაძლებელი უშვებ და რაღაცას, რასაც თამაშის დროს ვერ ამჩნევ, სავარაუდოდ ეხა შევამჩნევ რა. თან ამ გამოცდებას თქვენს გაგიზიარებთ. თან კონტენტსაც გავაკეთებ და თან ალბათ ჩემი როგორც მოთამაშის განვითარებისთვისაც ესეთი ქმედება რაღა და ესეთი მეცადინეობა, ესეთი ხასიათის მეცადინეობა სასარგებლო იქნება სხვებსაც გაგიწერეთ რეკომენდაციას, რომ ჩაიწეროთ საკუთარი სესიები და მე რა დავუშვით 2 კვირაში, 3 კვირაში ჩაუვიძეთ, უყუროთ, გაარჩიოთ, დააკვირდეთ, ანუ გარედან გვერდიდან შეხედოთ საკუთარ თამაშს რა, ერთ სიტყვით. შეამჩნევთ ისეთ რაღაცებს, სადაც ვერ ამჩნევდით ცოცხალი სესიის დროს. ეგ ერთი. ხო, კიდე დავამატებ იმას, რომ ჩემს არხზე უკვე მაქვს ატვირთული ერთი მსგავსი ფორმატის ვიდეო, საკუთარ სესიას ვარჩევ NL-ას, იქაც გირჩევდით, რავი, გავუწევთ რეკომენდაციას, ნორმალური ვიდეო გამოვიდა და კიდე ვიტყვი იმას, რომ ანუ გამომწერების მიერ გამოგზავნილი ვიდეოებს ვარჩევ ხოლმე. ეგ ჩემი საყვარელი ფორმატია, ანუ ფიქრობ, რომ რაღაცა სარგებლიანობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფორმატია ჩემს არხზე. და გირჩევდით, რომ უყუროთ. კარგით, გავაგრძელოთ. ეხლა გავაგრძელოთ კიდე დავიწყოთ, მოდი. და კომენტარება და ყურება რა. 2x-ზე დავაყენეთ სპეციალურად სიჩქარე, რომ ძალიან არ მოგბეზდეს, თუმცა დიდი ვიდეოა ძალიან და ეს თავაროთ მაინც 2 ნაწილად გავაკეთებ. 2 საათიანი ვიდეოა, სადაც 1 საათი ახლა გავირბინოთ და 2x-ზე და მეორე საათს კიდე მეორე ვიდეოს გავაკეთებ მე რა. ამ მომენტსაც ახლა მაქვს 6 მაგი და NL-100 და ყველგან ვზივარ. კი ბატონო, ეს დოდოთხიანი, რომელიც ახლა ლიმპით შევიყვანი, აშკარად რეიზი იქნებოდა უფრო ლოგიკური, მაგრამ შეიძლება იყო რაღაცა მიზეზები აქ, შეიძლება ვიცოდი რომ ოპონენტი რაღაცა თითქმის არაფერს არ ყრიდა, თუმცა ვფიქრობ რომ დოდოთხიანი საკმაოდ ძლიერი ხელია ერთი ფერის, თუნდაც small blind-ზე, იმისათვის რომ რეიზით წამეყვანა და არა ლიმპით რა. ლიმპის მერე შეიძლება რეიზი მიიღო ბლაინდიდან ძალიან ხშირად და უბრალოდ ან დაყრა მომიწევდა ან დაკოლვა რაც ნუ არც ერთი არ იქნებოდა სასიამოვნო. ხო, მეორე ბარელსაც შეეხებოდა კარლზე. კი ბატონო, შეიძლებოდა მეორე ბარელის გაკეთება. კი, მომწონს რავი, კი, ნორმალური მეორე ბარელია. ძალიან ძლიერი ხელი მქონდა და პოზიციის გარეშე ალბათ აგრესიულად გათამაშება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო. აი ხა ამ შემთხვევაში იზოლირება პოზიციიდან უკვე სწორია. აქ მე აქაც აი ხა არ დავჩეკავდი ლიმპერია რომელიც big blind-ზე დავჩეკე, top წყილს მოვედე, რატო უნდა დავჩეკო, აქ უნდა გავსულიყავი მე, რაღაც 2-13. ეხა დავარეიზებ, იმედია ამ ხო, დავარეიზებ. აი, ძერ fold-ზე წავიღე, ის არის აშკარა, ეგრევე ეტყვა ვიდეოს, რომ ეხა მე რო უყურებ, ვატყობ, რომ თამაშს ესიად არ უყურებდი რა, ისე თამაშობდი რა, რაც ძალიან არასწორია. კარგი. უბრალოდ მე ვარ მიჩვეული იმას, რომ პოკერს თამაშობდი
დიდი ხანი რეკრეაციული გაგებით, შემოსავლის წყარო იყო ჩემთვის პოკერი, მაგრამ მაგალითად უნივერსიტეტში სწავლობდი და ლექციებს უსმენდი ხოლმე, ძირითადად ლექციებს უსმენდი და ისე თამაშობდი ხოლმე მიკროლიმიტებზე მეპატიებოდა ყველაფერი რა. რაც როს დი ლიმიტებს მით რომ ნაკლებად გეპატიება. მაგალითად ეხა აქ რო რეგულარების ხედან, ხა მაგალითად ეს ორი რეგულარი აქ რომლებიც ხედან, ყველა მაგდებზე ესეთი არის, ხო? პრინციპში უკვე რა საიზინგებზე და გათამაშების ხაზებზე ვამჩნევ რომ უფრო ესეთი GTO ალბათ ან Wizard-ში მუშაობენ რაღაც ეგეთში შეიმჩნევია რაღაც ეგეთი გათამაშების ხაზები აქვს რა. და ვატყობ რომ ხალხი თამაშს უყურებს, ხალხი ცოტა ის თამაშობს. საერთოდ ეგრე თამაში უფრო საინტერესოა საერთოდ ვიდრე რაღაც კინოების ყურება და თან თამაში და ყველას გირჩევთ რომ მაქსიმალურ ყურადღებით ითამაშოთ. და თეორიაზე იმუშაოთ რა. ეგ არის ამდრეში პოკერი რა. ხო და ის ასე ვთქვათ მიკროლიმიტების ეს დიდხნიანი გამოცდილება, მაინც ეგ ის მაქვს რა. ჩვევა დარჩენილი რომ რამეს თუ არ უსმინა, რამეს თუ არ უყურე, ძალიან ისეთი მოწყენილობის ის მეწება ხოლმე რა. განცდა. მაგრამ ეგ მოწყენილობა შეიძლება დავაბალანსოთ იმით, რომ თამაში ჩავერთოთ უფრო მე მაგალითად ჩემ თავზე ეგრე გამოვიხმარე. თამაში უფრო აქტიურად შევიდე რა, ასე ვთქვათ, სტრატეგიაში, რაღაცა გათამაშებებში, გათამაშების ხაზებში, ოპონენტებზე დაკვირვებაში და რაღაც ეგეთებში და ამ მიმართულებით მოვკლათ მოწყენილობა და არა იმ გაგებით, რომ რაღაც ფილმს უყურე. ხოდაშორის ეხა რაღაც ეგეთი შეზღუდვა შემოვიტანე რაღაც ჩემს სესიებზე, რომ მარტო მოსასმენი კონტენტის უფლებას ვაძლევ ჩემ თავს რა, რაღაცა მაგალითად პოდკასტი ან რაღაცა რომ მოვუსმინო, ვაძლევ საკუთარ თავს მაგის უფლებას, მაგრამ საყურებელი კონტენტის უფლებას აღარ ვაძლევ, ფილმის ჩართვას და რაღაცა არა რა. რასაც ყურება არ ჭირდება, პროსტა ჩართული მაქვს და მესმის ან მუსიკა ან პოდკასტი ან რაღაც ეგეთი რაღაცა შედარებით მოსულა რა. აქ ძალიან ძლიერი ვარ ფლოპზე, ხო ეს გაჩოტი თორე წინადარიგებაზე დაახლოებით ზავსი ხელი მქონდა, გაჩოტი ფლეშტრო და ხო, რავი, 1/3 სტანდარტულად შემილია გავაგრძელო აქ აგრესია, შეიძლება ცოტა მეტიც შეიძლებოდა, არ არის პრობლემა. ოპონენტმა დაქოლა, აქ მე დავჩეკავდი სიმართლე რო თქვა. ზოგადად ახლა მეორე ბარელს აქ არაფერი უჭირს, კი ბატონო, შეიძლება ჩვეულებრივად, მაგრამ დავჩეკავდი მოვახდენდი ამ კარალვალეთის რეალიზებას, იქიდან გამომდინარე რომ აქ დინამიკაა, ანუ წინადარიგებაზე ზუსტად ესე წავიყვანე და ორი ბარელი ჩავაჭირეს რეკრეაციულ მოთამაშეს. აი შეიძლება ოპონენტს არც არაფერი არ ქონდეს რაღაცა სიტყვაზე ორიგანები ქონდეს, მაგრამ პრინციპულად არ დამიყაროს რა. და რავი, რივერზე უკვე რა უნდა გავაკეთო, 10 ფლეშს დროს ვეღარ დავბლეფავ რა. შანსი არა, მის მეტეს ახლა რეკრეაციული მოთამაშეების დაბლეფა მოგეხსენებათ არ არის მაინც მიზა შეწონილი. გავაგრძელე 2/3 აქ დავჩეკავდი და ჩეკვა მირჩევნია. და ფუში მივიღე. გასაგები ახლა აქ ალბათ რაღაცა ყავდა, ახლა ესე ტყილა არ დაფუშავდა რაღაცას, მაგრამ აქ შემეძლო ჩეკი და ახლა ეს აღარ დავქოლე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ქოლის გაკეთება მიწევ და კი, კარგი equity მაქვს, აქ რავი რაღაცა ალბათ სიტყვაზე ტუს დამასთან რაღაცა ეგეთთან. რავი შეიძლება 40%-იც მქონდეს, მაგრამ 40%-იც რომ მქონდეს აი სიტყვაზე equity 0-თან ახლოს აი რეიქის გათვალისწინების მინუსავი ქოლი იქნებოდა და არანაირი აზრი არ ქონდა ჩემი ეს მაგის აკეთებას. ტუალეტი იზოლირება. მოკლედ ამ შემადგენლობებში, აი ხა NL100, აი ხა უყურებ აი შემადგენლობებს. NL100 და ძალიან კარგი შემადგენლობებია რა, ძალიან კარგი შემადგენლობა. მაგიდაზე რა მინიმუმ 2 რეკრეაციული მოთამაშე ზუსტად ან full stack-ები და შეიძლება ეს არ არის რეკრეაციული მოთამაშე, უბრალოდ მონიშნული არ ყავს და რეგულარია. მაგრამ რაც არის რა, ანუ ზოგადად კარგი შემადგენლობებია და აი ეგ იმაზე პირდაპირ თვალში ხდება ლიმპები რა, სულ ლიმპები მიდის, ანუ სულ იზოლეით პოტების თამაში გვიწევს და ზოგადად ვინც აჭარაზე თამაშობთ და ქართულ რუმებში მარტო აჭარაზე არა, ლიდერზეც ჩემი რჩევა იქნებოდა და მე ვფიქრობ რომ სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია იზოლეით პოტების და მულტიპოტების კარგად სწავლა რა. ზოგადად აი ინტერნეტში შედიხარ აი კონტენტი პოკერზე რაც იქნება, ძირითადად არის რაღაცა ისინი single raise პოტები, ბატონი big blind-ზე და ასე შემდეგ ტრიბეტ პოტები. ანუ ძალიან კარგად შესწავლილი და აქ კიდე
პირიქით ლიმპების წინააღმდეგ თამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ზოგადად ეგ არის ჩვენი შემოსავალი, ანუ ლიმპების წინააღმდეგ სწორი თამაში. აქაც ახლა აი გაზდილი საიზინგით დავარეიზე ეს ამ სხვათა შორის მომწონს ეს ანუ big line-თან რაღაცა ისეთი ცოტა დინამიური თამაში მაქვს და ცოტა გავზარდე საიზინგი დამებით, ან ის ჩვეულებრივი მოვლენა, როცა რეკრეაციულ მოთამაშეს ეთამაშები, ესეთი რაღაც უფლებას საკუთარ თავს თავისუფლად შეგვიძლია მისცე. აქ ჩვეულებრივ შეიძლება აგრესიის გაგრძელება. აქ დაჟე value bet-იც ბევრი value bet-ი მაქვს რა, აქ wallet-ი მიხდის, რავი, რაღაც 1000 რაღაცა მიხდის. კი ბატონო. მეორე ბარელი შეიძლებოდა ის თერზე, თუმცა აი აქ უკვე დავჩეკე რა. წეღანის კაროლ wallet-ი ჯობდა დამეჩეკა. ერთი ამ დარიგებაზე რა მოხდა, ბოდიში. ხო, არაფერი, უბრალოდ check fold-ი ვითამაშე. isolate bot-ში. კი ბატონო, სწორი იყო. და river-ი. ხო, ეგ არაფერი. იქ ზემოთ ერთის დამავალეთის სიტუაციაც ვნახოთ ბარემ. ეგ არის უბრალოდ single raise bot-ი. ხო, დავარეიზე ბატონი და მივიღე call-ი. და top წვრილით შეუტიე ჩვეულებრივად რა. ორი მესამედი. კი ბატონო, ესეთი რაღაცა სველი დინამიური ბორდი არის დიდი საიზინგით გასვლა ჩვეულებრივი მოვლენა, მით უმეტეს როცა სტეკია პატარა. პირდაპირ შეიძლება სტეკზე ეთამაშო შესაბამისად. რას spot control-ს აზრი აღარ აქვს დიდი საიზინგით თან გახვიდე ეგ დროს რა. გასაგებია. ეს ალბათ fold-ია, კი ბატონო. დატრიბეთებას შეიძლება და განა შეიძლება, მაგრამ ნუ რავი. fold-იც არაა შეცდომა ალბათ რა. აქ ალბათ ბევრი ესეთი fold-ები მექნება, იმიტომ რომ დიდად თამაში როცა არ უყურებ, ეს რაღაცებს ყრი რა საერთოდ. აქ ამ ხელა საიზინგი ალბათ არ იყო საჭირო. შედარებით მშრალი ბორდი იყო. კარლსამი ისე ლიმპი შევიყვანე small blind. აი ამას უკვე არ აუშავდა რა. ესეთი ჰენდი შეყვანა შეიძლება. თუმცა ამის დარეიზება შეიძლებოდა, მაგრამ ის 24-იანი უეჭველი რეიზი იყო. აჰა. ისე ცოტა სპოილერისავით გამომივა. ისეთი ძალიან ისეთი სესია არ ყოფილა რა, რაღაც ძალიან დიდი action-ი და რაღაცა არ ყოფილა. მაინდამაინც რო ჩავთავ ხოლმე კამერას, ესეთი არაფერი არ ხდება ხოლმე. მაინდამაინც რაღაცა რთული გადაწყვეტილებები, რომლებიცაც მაინდამაინც გასარჩევი იქნება. მე მგონი რა ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება რა. შეიძლება იყო და მე არ მახსოვს, მაგრამ ნახოთ აბა რა არის. თუმცა აი რა არის ისე აი ზოგადად ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობა win rate-ში აქვს ხოლმე აი იმ სიტუაციებს, რომლებიც ძალიან ხშირად ხდება. შეიძლება დიდი პოტები არ იყოს, მაგრამ აი ხშირად რომ მეორდება ეგეთი პოტები არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. მაგალითად big blind-ის დაცვა ბატონის ან small blind-ის წინააღმდეგ, აი ეს სიტუაციები ძალიან კრიტიკულია. და ნუ წეღანაც ახსენი isolate. აქ მივიღე მინტრივეთი ოპონენტისგან, ძალიან კარგი შანსები მქონდა დასაკოლა და უნდა დამეკოლა ყველა ვარიანტში, მაგრამ როგორც წესი რეკრეაციული მოთამაშეები რაღაცა ძლიერი ხელის დემონსტრირებას აკეთებენ ხოლმე მასე და ფლოპიდან უკვე რახან ვერ მოვედე, დიდად აზრი არ აქვს გაგრძელება ჩემი აზრით. დონკი? ნო, კარგი რეიზია, მომწონს ეს ოპონენტის დონკის დარიზება. ესეთი დონკები ზოგადად არ არის ხოლმე, მაინდამაინც დიდი სიძლიერეზე არ მეტყოლებს ხოლმე. თუმცა ძალიან ძლიერი ხელი მქონდა და
იმისიც არ მეშინოდა თუ დაუშვათ ოპონენტი ძლიერი იქნებოდა რა. თუმცა მაინც მზახელი არ იყო და დაუშვათ რაღაცა ხელის 7-იანებთან 8-იანებთან რაღაც ეგეთთან ფლოპზე ვერ წამიღო დიდი სიამოვნებით, ანუ ბევრად მერჩვინა, ვიდრე დაუშვათ რომ შოუდაუნამდე მისულიყავ. აქ სტანდარტული სიბეთი იყო, ჩვეულებრივად. მივიღე small blind-დან ტრიბეთი. გაზრდილი საიზინგით, ნუ small blind-დან სავსებით ადეკვატურია და ვფიქრობ, რომ ეს ტუზდამა ორნაირად შეიძლება გათამაშდეს, ანუ ან შემილია რაღაცა ბლეფში გავუშვა რაღაც რაოდენობა და დავაფორმეთ ოპონენტი, ან დავყარო რა, რაღაც აი გაზრდილი საიზინგით. ანუ ესეთი 4.4 x-ი ტრიბეთის სხვადასხვა ფერის ტუზდამის დაკოლვის იდეა არ მომწონს რა. Foldi სტანდარტული იქნება რა, ესეთი არადინამიური პოზიციებია MP small blind-ზე, შეიძლება ეგ ხელი დაიყაროს ჩემი აზრით. მე მაგას აი ეს პრეფლოპი ისეთი რამეა საერთოდ რა, რომ ერთი შეხედვით ვითომც არაფერი, ნახევარსაათი შეიძლება რაღაცა გადაათვალიერო რაღაცა პრეფლოპ მოდელი GTO Wizard-ში მაგალითად ან რაღაცა პრეფლოპ ჩარტები აიღო და დაათვალიერო, მაგრამ ეს სიტუაციები ძალიან ბევრია, საიზინგებია განსხვავებული და საბოლოო ჯამში მუდმივი გადამოწმების საგანი უნდა იყოს რა, მუდმივად უნდა შეხვიდე სიტუაცია Wizard-ში, ნახო მან რა იქოლება, რა არ იქოლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა Wizard-ი ასე საკეთებს, ბრმად მაგაზე მიყოლა, ეგეც არ არის სწორი, იმიტომ რომ Wizard-ი გულისხმობს, რომ ოპონენტები GTO range-ებით თამაშობენ და როგორც წესი, ოპონენტები GTO range-ებით არ თამაშობენ, პირიქით ძალიან ზოგი დატაიტებულია, ზოგი კიდე პირიქით გიჟივით თამაშობს და ანუ აი მაგას უკვე შენ თვითონ უნდა მოერგო რა. შესაბამისად ანუ შეავიწრო და გაზარდო შენი range-ები რაღაც პოზიციებიდან. კაროლარეთი ნორმალურად გავათამაშე. პოტი არ გავბერე. ხო, ეს დარიგება გამახსენდა ხა? ანუ მოდი ნახოთ თავიდან რა მოხდა პრეფლოპზე. ხო, მინრეიზის წინააღმდეგ ხა ვალეტექსიანი, ერთი ფერის ვალეტექსიანი დავიცავი რა თქმა უნდა კოლით. ფლოპი მომივიდა ნაცი. და აქ გადაწყვეტე რომ პირდაპირ შევუტევდი რა, პირდაპირ წავიდოდი რეიზით, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ბევრი რაღაცა ოპონენტის რეინჯში არ დამიჯერებდა, აქ რეიზ ოვერწყვილები შეიძლება ქონოდა, ნუ წყვილები ზოგადად ნებისმიერი წვილი, შეიძლება ქონოდა რაღაცა ნახატი კარტი რამე, ბროდვეი ტუზდამატუს კაროლი რაღაც ეგეთი, ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი რამე დამიქოლოდა აქ რეიზს და შესაბამისად ტყილა დაქოლვას და ოპოზიციოდ თამაშს მერჩინა რომ გადამეებარებინა ინიციატივა და თან რაღაც ველიუ მიმეღო რა. თან ბევრი ექშენ კილერი შეიძლება მოვიდეს, ახლა შეიძლება ოპონენტს 7-იანები, 8-იანები ეჭიროს, ასაც აქ გადაიხდის და თერზე რო ვალეტი რო მოვა, მე დიდი ენთუზიაზმი აღარ ექნება რომ გადაიხადოს რა. ეგ თემაც არის. ოდიში. ხო, თერზე მოვიდა ბლანკი და რა თქმა უნდა გავაგრძელო აგრესია თერზე. საკმაოდ დიდი საიზინგით, იმიტომ რომ ის ოვერწყვილები ისე ვიხდიან. ჩაოლებრივად კი აქ უკვე ტუზკარული ტუზდამა შეიძლება დამიყაროს ოპონენტმა და უშვათ რაღაც სიტუაციებში, მაგრამ ნუ არა უშვებს რა, ხა. ყველაფერს ხო სტექს ვერ გადაახდებინებ, ანუ. ტუზი მოვიდა რივერზე. ტუზი რახან მოვიდა აქ დავჩეკე, ვფიქრობ რომ არ არის ცუდი ჩეკი. კი შეიძლება და კიდე გავსულიყავი და უშვათ და ისევ იმ დაუშვათ ოვერწყვილებისგან რაღაცა ხრიანებისგან მიმეღო და უშვათ რაღაცა 1/3 ან 1/4
საიზინგი, მაგრამ აქ რაღაცნაირად ჩავთვალე, რომ მეთქი შეიძლება იმ ცხიანება მაინც დამიყაროს მეთქი და იქნებ ხანდახან ტუზი ყავს მეთქი რა და თვითონ გამოვიდეს თქვა რაღაც აი ეგ ვიფიქრე და რავი, არ არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. კი, აქ რაღაც 1/4 ფსონსა და ჩექს შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი და ალბათ ეხლა რაღაც 1/4 უფრო მოუწოს, იმიტომ რომ ჩეკზე ხშირად შეიძლება იქ ჩეკი მივიღო, საპასუხო ჩეკი მივიღო და მეორე ხება ხა ტუზიც რომ მქონდეს ოპონენტს, ხო? ამ სიტუაციაში ხო გამოვა და აი ჩეკ რეის რამდენად დაქოლავს, ეგ უკვე მეორე საკითხია რა. ისეთი გათამაშების ხაზი ვაჩვენე, რომ რივერი რომ დავაჩეკ რეისო, აქ შეიძლება ჩვეულებრივად ტუზი დამიყაროს მეთქი ვერ ვიტყოდი, მაგრამ გაუჭირდება დაყრა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ენთუზიაზმი, დიდი ენთუზიაზმი არ იქნება რომ დაქოლოს რა. აქ გამოვიდა როგორც მახსოვს ოპონენტი. კი ბატონო, 1/4 გამოვიდა კაკას თვითონ და აქ მე დაურეიძე. ძალიან პატარა რეიზი გავაკეთე. ეხა როგორც ვხედავ 3x-ი, მეტი შემეძლო ჩვეულებად. მეტი შემეძლო უფრო პოლარიზებულ რეინჯში. აქ აშკარად ცოტა უფრო დიდი საიზინგის უნდა გავსულიყავი. რავი, მინიმუმ 5x-ი შემეძლო, 4.5 5x-ი შემეძლო, 45-50 ბლაინდი შემეძლო გავსულიყავი ჩემი აზრით, აქ თავისუფლად, იმიტომ რომ თუ მიჯერებს ოპონენტი, მიჯერებს, თუ არ მიჯერებს, არ მიჯერებს, ანუ ის არ არის, რომ რაღაცა ამ საიზინგს დამიქოლავს და უშუალოდ ტუზით და უფრო დიდ საიზინგს არ დამიქოლავს, ეგრე არ არის რა. პირიქით, მე მგონი ცოტა უფრო დიდი საიზინგი რო გავსულიყავი, უფრო ნაკლებად დავაფიქრებდი დაყრაზე, ვიდრე ხა ამ საიზინგით უფრო კი კაი შანსები მივეცი, მაგრამ უფრო ფეისაპი ვარ, ვიდრე ცოტა დიდი საიზინგით ვიქნებოდი რა. თუ კაროლი ქონდა ოპონენტს გადაიხადა. ალბათ ცოტა დიდ საიზინგსაც გადაიხდიდა. ან მესიჯი გამოგვიგზავნა რაღაც. ამ მესიჯებზე ერთი ტიპია. ლიდერბეტზე აი ძალიან ხალისობს სუმი მე ვგზავნე მესიჯებს კი არა და სმაილებს მესიჯები მეთ. ჩვეულებრივ ტრადიციული ჩატი ხო არ არის ახლა ამ რუმებში და ხალხი ამ სმაილებს გზავნის. ტრადიციული ჩატი რო იყო იქ ძალიან ანუ ძალიან ბევრი მოთამაშე იგინებოდა რა, ეხლა მაგითო გამეცინა მაგაზე რომ ბევრი მოთამაშე იგინებოდა ხოლმე და აი არც ხსნიდი ხოლმე იმ ჩატს, მაგრამ რამდენიც გავხსენი ხოლმე, ან არავინ არაფერს დაწერდა, აი კიდე აი ხალხი ერთმანეთს აი რაღაცა ნომერი დაწერე და რაღაც ეგეთებს ელაპარაკებოდა ხო. თავიდან რომ შემოვიდა ონლაინ პოკერი საერთოდ უბედურება ხდებოდა იმ ჩატებში. მაგიტომაც გააუკვე. ეთქმა მაგიტომაც გააუკვეს ისე ეხა დავამოღამე უცებ რომ არც აჭარას, არც ლიდერს არა აქვს ეგ ტრადიციული ჩატი, სადაც შეიძლება მიწერო. და მე მგონი არც ევროპაბეთს არა აქვს, ევროპაბეთს აღარ მახსოვს როგორ არის, მაგრამ მე მგონი მაგიტომაც გააუკვეს, რომ იქ რაღაც ბევრი მოთამაშეებს დაბლოკილი ქონდათ ეგ ჩატები და რაღაცა. ვინც შეიგინებოდა რაღაც, მე მგონი უბლოკავდნენ თუ რაღაცა მე რაღაც ეტაპზე. ანუ რაც იყო. ე რაღაც მომენტში ეხავს რო არ არის რა. რაც მოგწერდა ოპონენტი რაღაცას მოგწერდა და გაიცნობით ერთმანეთს დაელაპარაკებოდით რაღაცა, ანუ წესი და რიგით ეს დადებითი მხარე ქონდა რა. უბრალოდ ბევრი მოთამაშე ხო ეხა რაღაც იგინებოდა და რაღაცა, მაგრამ რას იზამ, ანუ მაგის გამო ხო ჩატი არ უნდა აკრძალო რა. ამასობაში მე აღარ ვაკომენტარებ აქ არაფერს. მოდი აი რამე უნდა ნახოთ. აქ ნუ ეხა კაროლებზე არაფერი სათქმელი არ იყო. აქ ექსიანებზე რა ხდება ერთი ბოდიში? ლიმპი? არა, აი ეს ლიმპიც არ მომწონს. კი, არა, ისე მომენტ ერთი წამით ისე მოთამაშემ გალიმპა, ამ მოთამაშემ გალიმპა ეს რეგულარია რაღაცა დიდად არ ლიმპავს ხოლმე. ყოველ შემთხვევაში მე არ მომხედავ თოშე, შეიძლება მაგიტო გავლიმპე. ეხა არ ვიცი, მაგრამ შეიძლება მაგიტო გავლიმპე, რომ რაღაც ეჭვი შემეპარა, მეთქი რატო ლიმპავს ეს რა. ხო, შეიძლება, არ ვიცი. ამექსიანებით ჩეკფოლდი.
ორი ოპონენტი როცა აღარ აქვს აზრი თამაშს. აქ რავი, ახან შეკავენ, მე გავიდოდი ხა. 1-13 მინიმუმ გავიდო. ნუ თუნდაც 2-13 კი ბატონო. თავია ფსონი და უკვე საიზინგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ხოლდები აქ დამეცა რივერი, ყველა შეკავდა და მე დამეცა რივერი, რავი. რაღაც პატარა საიზინგით რა, პატარა საიზინგი. არ მოწს რა, ამხელა საიზინგს ვაკეთებ. აქ უნდა გავიდე 1-4 და 1-9 2 ბლაინდი მაქსიმუმ. ყველა შეკავს ხახ ან თამაში არ უნდა იმენა და მე კიდე ავდექი და ჩავაჭირე პოტბეთი რივერზე. არავინ არ გადაიხადა რა თქმა უნდა, ხო. აი ეს არის, აი ეგეთი ელემენტარული სიტუაციები არის პოკერი რა. იქ შეიძლება რაღაცა 1-2 2 ბლაინდის მიღება შეგიძლია ველიუსი ვერ მიიღებ. ესეთი სიტუაციები ხდება რა ვიცი სიაზე 1-20 და ყოველთვიური შემოსავალი უკვე თქვენთან გადათვალეთ რა ხელა შემოსავალი გაკლდება მე როცა ესეთ სიტუაციებს ყურადღებით არ ეკიდები რა. აქ კოლია რეიზი არა რეიზი შეიძლება განა არ შეიძლება მაგრამ ეს ის ოპონენტია რომ მიდონ ხავს ხო არა რეიზია მაშინ ხო რეიზი კი ბატონო რეიზია კი მქონდა კარგი ტოპ-წვილი მქონდა მაგრამ მანდ პოტის წაღებაზე წინააღმდეგი არ ვიყავი რა თერნი ოვერბეთი მომწონს კი ბატონო მომწონს თერნი ოვერბეთი ახლა როგორი სიტუაციაა რა ეს ოვერბეთები ზოგადად ბლეფსეს და ველიუზეს კარგად მუშაობს ტექსტურას გააჩნია ახლა აქ მაგალითად იყო ფლოპზე ძალიან ბევრი ძლიერი ხელი ოპონენტის რეინჯში დამა პირველ რიგში მე იყო ფლეშთრო მე შეიძლება ყოფილიყო ბევრნაირი გაჩოდი და უესდე თერნი გაწყვილდა რუიანი რამაც დიდად არაფერი არ შეცვალა რუიანზე მე ანუ ხშირად ვერ დამსვავდა ოპონენტი ხანდახან მექნებოდა რუიანი მაგრამ ხშირად არა შესაბამისად შემეძლო ოვერბეთი გავსულიყავ იმიტომ რომ ფლეშთროებისთვის ძალიან კარგად გადამეხტევინებინა დამისთვის ძალიან კარგად გადამეხტევინა თუ ხანდახან ოპონენტს თვითონაც რუიანი აღმოჩნდებოდა საერთოდ ნუ პოტი კარგად გამებერა და ასე შემდეგ რეკრეაციული მოთამაშეები როგორც წესი ფლეშთროებს და ამას ორხრივ სასტრიტეებს აქ არ დაყრიდნენ და კი ბატონო რა ცოტა უფრო დიდი ოვერბეთი შეიძლება და აქ რა ნუ არა კარგი 150% მე ეგრე მაქვს დამოყენებული 150% ოვერბეთი საკმაოდ ნორმალური ზომაა ჩემი აზრით რა ხდება აბა ჯერ ძალიან ცოტა ხანი გავარჩიე ვიდეოს და მაგრამ არაუშავს ორ ვიდეოს გავაკეთებ და 2 საათიანი ვიდეო კია მაგრამ ბოლოსკენ დიდად საინტერესო არაფერი აღარ ხდებოდა დაიშალა მაგიდები და რაც NL50-ის მაგიდები დავიმატე და მე რაღაც ერთი NL20-ის მაგიდას დავიმატე იმიტომ რომ აღარ იყო მაგიდები და მეთქი მაინც ვიწერ თქო და რა მნიშვნელობა აქვს რავი NL20-ის ჩავიწერო ამ თერზე აღარ გავაგრძელებ აგრესიას კი ბატონო check fold ჯერჯერობით არა ნუ ხან ისე 20 წუთი გავიდე ვიდეოს დაწყებიდან ზოგადად ეხა სესიაზე 20 წუთი შეიძლება ისე გავიდეს რომ დიდად არაფერი არ ხდებოდეს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ისევ ის მინრეიზი მან უკვე დავაფორბეთებდი მაგ ოპონენტს სიმართლე რო თქვა იმდენი მაგ მინრეიზებს აკეთებს რომ ძლიერი რეინჯი საერთოდ არ ყავს რაღაცა ტრეში ყავს ხოლმე და შესაბამისად მან უკვე ფორბეთის თუნდაც წასულიყავი ერთი ფერის ტუზათით არა კოლიც არ იყო შეცდომა მაგრამ უკვე შეიძლებოდა რა შეიძლებოდა და ფორბეთება
ეს ტაიტი თამაში მიდის და ხალხი თხილობს. ეს ერთი ოპონენტი ხა აი თვალში მხდება რომ სავარაუდოდ რეგულარია ესეც აი რამდენიმე მაგიდაძეს არა რახან რამდენიმე მაგიდაძეს ეგ არ ნიშნავს რომ რეგულარია მაგრამ ეს თორიანია და დავყარე ეს რავი რეიზი იყო ჩვეულებრივად სადღაც დავყარე ეს კაროლი ჩეკი ჯობდა მიუხედავად ორი ოპონენტისა ეგეთ შრალსლობზე ძალიან ხშირად შეიძლება უბრალოდ ორი ფოლდი ვნახოთ სამაგიეროდ ეს ბლეფზე აგრესიის გასაგრძელება ძალიან კარგი შესაძლებლობა არის ზოგადად აჰა აბა რაღაც საინტერესო დარიგება ტრიბეთი small blind-დან სხვადასხვაფერი სტუზვარი. კი ბატონო, ნორმალური ტრიბეთია. საკმაოდ ნორმალური ტრიბეთია. მივიღე რაღაც ძალიან ცუდი ფლოპი და გავაგრძელე აგრესია. რავი, შეიძლება აგრესიის გაგრძელება, კანა არ შეიძლება, მაგრამ ნუ რავი, რა შეიძლება ითქვას. კი ბატონო, შეიძლება. ბევრი რაღაცა ტრეში შეიძლება იყოს აქ ოპონენტი რაღაც კაროლ დამები, ტუს დამები და რაღაც ეგეთები და შეიძლება მოვიშორო აქვე რა. მეორე ხი კარგი იქნებოდა რამეს მაინც იყო მოდებული. თერნი დაჩეკვა. თერს ახალ მოვედი დავჩეკე. შეიძლება ეს თერნი რაღაცა ცოტა გამეგზელებინა აგრესია რაღაც პატარა საიზინგით რაღაცა ერთი მესამედით ერთი მეოთხედით თავისუფლად რა. ჩეკი შეიძლებოდა რა, ჩეკიც არ იყო პრობლემა. ოპონენტი დაფიქრდა. და ჩეკ ფუში გავა. ხო, გამახსენდა, ხა ჩეკ ფუში გავა. კი, რატომაც არა, რავი. შეიძლება ჩეკ ფუში. თუმცა აი რისგან ვიცავ თავს, აი ეგეც არის რა. აი ეგ არის რომ აი უპოზიციო დაჩეკვა. რეალურად ეხა აი ეს ფუში ჩემი აზრით დიდად არაფერ ველიუს არ მაძლევს, ერთადერთი რასაც მიკეთებს ეს ფუში ის არის რომ ჩემი ჩეკის დიაპაზონს იცავს რა. ანუ აქ ჩეკ ფუში უნდა მქონდეს, იმიტომ რომ ჩემი ჩეკი ყოველთვის არ იყოს ფოლდი რა, თორე ჩეკ ფუშით, რავი, ძირითადად ვაყრევინებ ალბათ ოპონენტს, უარესხელებს ხშირად რა, რაღაც 8-იანებს, 9-იანებს, 10-იანებს. ერთი ფლეშ დრო ქონდა, მე მგონი ეხა ამ ოპონენტს, როგორც მახსოვს და ერთი ფლეშ დრო ხო, კაი, ფლეშ დრო წავიდა, მაგრამ ძალიან ბევრი შემოქონდა ამას რაღაცა ტულს დამა კაროლ დამა რაღაც აი ეგეთი ჰენდები ძალიან ბევრი რაც გაათრია და უბრალოდ ფლოპზე ძალიან ბევრი ტრეში და რა საშუალო წყვილები შეიძლება ქონოდა რასაც ალბათ ამ ფუში დავაყრევინებდი რა ჩემზე უარეს ჰენდებს ეხა გასაგებია რომ მაინდა-მაინც ის ხელი ეჭირა რასაც არ დაყრიდა მაგრამ ხო შეიძლება აქ მარტო ერთი გული ქონოდა და იმას დაყრიდა ერთი წუთი მოდი GTO ვიზარდში შევიხედოთ. ხო, პირველ რიგში წეგან გამიჩნდა შეკითხვა ეგეთი. ჩემი ჰაიჯეკის ტუზდამა თუ შემელო დამეყარა თუ დამეფორმატებინა და ზოგადად აი ხა ვიზარდი მაჩვენებს რომ რაღაც შემთხვევებში ფოლდავს, რაღაც შემთხვევებში ფორბეტში მიყავს და კოლში მიყავს ძალიან იშვიათად რა. ძირითადად ფოლდსა და ფორბეტ შორის აკეთებს არჩევანს. ტუზდამით ჰაიჯეკზე, small blind-ის წინააღმდეგ. ეს ერთი მაინტერესებდა და მეორე მაინტერესებდა ბატონიდან small blind-ზე.
ხო, ну გასაგებია, ну ეს ეხლა თითქმის დაწებული ყავი, მაგრამ აი სხვადასხვა ფერის ტუზვალედი რომ ყოველთვის ტრიბეთია რა, ჩვეულებრივად. და ბატონზე ხო, ბატონზე აი ერთი ფერის ტუზამას ხან ქოლავს, ხან აფორბეთებს. უფრო ხშირად აფორბეთებს რა. ცოტა შიგადაში ქოლავს. ხო, ეს მინდოდა შემოწმებინა, შეგვიძლია გავაგრძელოთ ყურება. აქ მოვედე isolate pot-ში, უნდა გავაგრძელო აგრესია. პოზიციაში მე მგონია რომ მეორეც უნდა გავაგრძელო აგრესია და რივერი დავჩეკო რა. ეხა ეგრე ვიზამდი და მან კიდე რეიზი მქონდა რა. აი ეს დარიგება ძალიან სულად იყო გათამაშებული ჩემი აზრით რა. არა, რივერზე რეიზი რამდენად მქონდა ეგ კიდე საკითხავია, მაგრამ მეორე ბარელი ამ ცხენაზე უნდა გასულიყავი მეორე ბარელი რა. რამდენი რამე იხდი და თან ის ფაქტორია რა, უფრო ბლოკბეთი უნდა გასულიყავი ერთი ნახევარი პოტი და რაღაცა შოუდაუნ ველიუ რეალიზება მომეხდინა რივერზე. ხო, და აქ რეისაც შეეხება რავი, ხო რაღაცა აცდა, ფლეშ დრო აცდა, რაღაც სტრიტები ამ ცხენმა დახურა. რაღაც full house-ები შეიძლება იყოს. ხო, არა, აქ ალბათ დაკოლვაჯობდა რეისი, იმიტომ რომ ცოტა რამე იხდი და. კი, არა, როგორ არა, ისე პრინციპში როგორ არის ხელ ნებისმიერი 7-იანი მიხდიდა, ხო? 8-ან 7-იანი, 10-ან 7-იანი რაღაც ეგეთები. 7-ან 5-იანი. რაღაც full house-ები კი, უნდა დამიფუშა რა. აქ მე დავფუშავდი ეხა. კი, ვიცი რომ ხანდახან წავაგებდი. ხანდახან უბრალოდ დამიყრიდა ოპონენტი, როცა არაფერი არ ეყოლებოდა, მაგრამ საკმაოდ ხელები მოიძებნებოდა ოპონენტის რეინჯში, რაც დამიქოლავდა უბრალოდ all-ins რა. რამდენი ხანია? 9 საათი. რა ნელა ვარჩევ რა. ეს კაროლები გასაგებია ყველაფერი. მაინც გადასარევი ფლოპი არ არის. ფლოპზევე უნდა გავსულე. ფლოპზე გავედი, ხო? ფლოპზე გავედი მან. ხო, გავედი, 1-3-ს გავედი სტანდარტულად. მე მეორე ბარელი. მოდი ძალიან დიდი ვიდეო ვარ გამომივიდეს. ეხლა დავამთავრებ ამას. შეიძლება დაკოლვა, შეიძლება ამის დაკოლვა. ორი ოპონენტი, პოზიცია მაქვს, კი ბატონო. ფლოპზე უკვე ფოლდი ვიყავი, რა თქმა უნდა. ორი ოპონენტის ნადეს და გაზდილი საიზგით გავარდელი აგრესია მომწონს ეგ სტორი იყო. ეგ კაროლალედი რა თქმა უნდა, ფოლდია. ძალიან დამაფიქრა რატოღაც. ეგ ოპონენტი ეს აშკარად რეკრეაციული მოთამაშეა. რატო არ ყავს მონიშნული არ ვიცი, უკვე ძალიან ბევრი დარიგება ვეთამაშე და მაგრამ მეორე ხე ცოტა ისეთი რეკრეაციული მოთამაშეა რა, ან რაღაც სტრატეგიები აქვს შემუშავებული აშკარად, მაგრამ ეტყობა რომ აი თვითონ თავისი აი ეს თუნდაც ეს მინ ტრიბეთი და მე ფუში და აი რაღაც თავისი ასე ვთქვათ ციტა შეცდომის პრინციპით მიგდებული სტრატეგიებია აშკარად ეტყობა, ვიდრე დაუშვათ რაღაც შეესწავლილი სტრატეგია.
რაც რა თქმა უნდა ოპტიმალური არასოდეს არ არის ხოლმე სამწუხაროდ პოკერში. გამოცდილებით პოკერი დიდად კარგად არის სწავლება, ანუ თეორიული სწავლა, თეორიული ცოდნა აუცილებელი. გამოცდილებით სხვა რაღაცა ისწავლება, ანუ გამძლეობა და სტრესმედეგობა სწორედაც რომ გამოცდილებით ისწავლება. და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას სამწუხაროდ თეორიული მუშაობა და ძალიან ზოგჯერ შრომატევადი საქმის გაწევა ჭირდება ხოლმე. კაი, მოდი ახლა მე ძალიან რა გავწელო ეს ვიდეო. აქ გავჩერდები, ეს ჩეკია. მან კაი, მოდი ამ დარიგებას უყურებ თავიდან. ხო, პოზიციაში დავქოლე კაროლ ვალეტით, რეიზოლეით და ხო, ნუ გასაგებია სხვა რა გზა იყო. ქოლი იყო და აი ესეთ ფლოპზე უნდა თავჩეკო ალბათ და ხო, სხვა გზა არ მაქვს. თუ მეორე ჩეკი მივიღე, უკვე გავალ. ხო. აქ დავამთავროთ. და აი 39 წუთზე ვამთავრებ და ვიმახსოვრებ და აქედან გავაგრძელებ ამ ვიდეოს მეორე ნაწილსაც გავაკეთებ. მესამე ნაწილს აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ვიდეო 2 საათი კი არის, მაგრამ ბოლო ნაწილი იმდენ საინტერესო, ნუ საინტერესო რა, პრინციპში ნახოთ რა, მეორე ნაწილს გავაკეთებ და მე ნახოთ დანარჩენი. კარგით, აქ დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ მაგიდებთან.